ნაწლავური პარაზიტები ბევრს მხოლოდ ბავშვობის, ბაღის, ასაკის ან დაბინძურებული ხელების დაავადება გონია. ასე იყო, ასე ვამბობდი სულ. თუმცა ბოლო წლებში რეალობა შეიცვალა. დღეს სულ უფრო პოპულარული არის უმი და ნახევრად უმი თევზით მომზადებული კერძები. მაგალითად, სუში, რამაც სპეციალისტების აზრით ერთ-ორად გაზარდა პარაზიტების რისკი ამ თემაზე. დაგვიპულვართ და ეგ არის. ხო, და აი ამ თემაზე გვესაუბრება სწორედ ქეთი ასათიანი თავის რუბრიკაში ექიმის რჩევა. ქეთი, მოგესალმებით და ვისაუბროთ ამ ძალიან მაგრამ საჭირო ბოროტო და საჭირო ბოროტო ნამდვილად არის, ხო. თან თანამედროვე ცხოვრების სტილზეც ვისაუბრებთ, რა რისკები გაიზარდა. ამიტომ ძალიან საინტერესოა და გისმენთ. ხო, მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას პარაზიტების მიმართ. ცალსახად, თუმცა რასაც უნდა შევეხოთ, რა საკითხსაც ის ბევრთან არ არის გაიგივებული არა ამ პარაზიტების ასოციაციას, ასე მაგალითად სუშის, როდესაც უყურებ და როდესაც ხარ მოტრფიალე, მოდი ასე ვთქვათ, ზღვის პროდუქტების, იქ უკვე პარაზიტზე ნაკლებად ფიქრობ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორად ინფორმირება და დროულად ესეთი ინფორმაციის მიწოდება, რა თქმა უნდა, ამ რისკს მნიშვნელოვანწილად ალბათ დააბალანსებს, ხო? და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ადრე თუ კი ითვლებოდა, რომ პარაზიტი, როდესაც კი გვსმენია, რომ პარაზიტზე როცა იყო, ნაწლავურ ჰელმინთოზებზე როცა იყო საუბარი, მაინც ასოციაცია იყო რა? ის რომ შეიძლება ეს იყოს დაბინძურებული ხელი, ის რომ შესაძლოა ეს იყოს არასათანადოდ გარეცხილი, დაუშვათ ხილი, ასევე მწვანილი, სალათის ფოთოლი, ისევე როგორც ეს ბავშვები, როდესაც იქ კოლექტივი როცა არის, ხომ ბავშვების და აბსოლუტურად გეთანხმები, ამჟამად ეს განიხილება კიდევ რა ერთი უმძლავრესი რისკ ფაქტორი, უმი და არასათანადოდ დამუშავებული თევზი და ზღვის პროდუქტი. ასე განსაჯეთ, რომ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ეს ასე ვთქვი, ინფექციური დაავადება ფაქტობრივად, რასაც ვუწოდებთ ანისაკიდოს, ვრცელდება მაშინ, როდესაც საუბარია უნდა თერმულად არასათანადო აი ამ ზღვის პროდუქტის თუ თევზის მირთმევასთან არის კავშირში, ხომ? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხომ არის ერთი ძალიან ავტორიტეტული ორგანო, ახლა მეორე ავტორიტეტული ორგანო, როგორც არის ეგრეთ წოდებული აბრევიატურა ლათინურად FDA, ანუ ესე იგი საკვებისა და წამლის სააგენტო ცალსახად ამბობს, რომ როდესაც არის სწორად დამუშავებული ეს პროდუქტი, ან დაუშვათ იგივე სამრეწველო გაყინვის პროცესი სწორად არის დაცული, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე და რისკი მინიმალურია და მინიმუმამდე დადის. ამიტომ ეს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფლობდეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ხომ? კერძი შესაძლოა გამოიყურებოდეს საოცრად მადის აღბრძოლად, ძალიან როგორც წესი ასეთი. როგორც წესი, რა თქმა უნდა, კი ბატონო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცოდეთ რა საფრთხე შესაძლოა ზრდეს ამას ყოველივეს და რა რისკთან გვაქვს საქმე, ხო? ქეთი, ანუ ჩემს ბავშვობაში ასეთი ჩვევა, უბრალოდ ასეთი ინფორმაცია იყო და ალბათ ასეც იყო მაშინ, რომ ეს იყო მხოლოდ ჰიგიენის საკითხი, მაშინ არ იყო ესეთი ხშირი, თქვათ, უმი თევზების მირთმევა და სუში საერთოდ არ ვიცოდით რა იყო საქართველოში, თუმცა თანამედროვე აი მკვების ჩვევებმა, იმ პროდუქტებმა, იმ კერძებმა, რომელმაც ასე ვთქვათ, უფრო დაგვაკავშირა თანამედროვე ცივილიზაციასთან ფაქტობრივად, ხო, ამ კუთხით და უფრო რაღაცნაირად გვიყვარს, მეტი საფრთხის შემცველი რაღაცები შემოიტანა ჩვენს ორგანიზმში. დიახ, იმიტომ რომ აი როგორც უკვე ვისაუბრეთ პრინციპში, ნახეთ, ეს იყო ძირითადად რა? ძირითადად იყო რომ დაუშვათ იგივე ზაფხულის პერიოდი ძალიან ხშირად იყო გაიგივებული აი ამ ჰელმინთებით და პარაზიტებით ან ინტოქსიკაციასთან, ხომ? რატომ? იმიტომ რომ იგივე დაუშვათ აუზი, იგივე დაუშვათ ტბა, დაბინძურებული წყლის გადაყლაპვა ბავშვის მიერ, ან იგივე დაუბანელი დაუშვათ ხელი, ან საკვები არასათანადოდ დაუშვათ არასათანადოდ დაცული ჰიგიენაც, ამას ყოველივეს, რა თქმა უნდა, კვლავ მიემატა აი ეს საკითხი, რაც ძალიან აქტუალურია, ანუ უმი და თერმულად არასათანადოდ დამუშავებული. აქ ნახეთ, წარმოდგენილია მთელი, ასე ვთქვათ, პალიტრა იმ ჩამონათვალი, რაც დაუშვათ უკავშირდება პარაზიტების დასნებოვნებას. ცხოველებთან კონტაქტიც არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ესეც ძალიან ხშირად არის დაუშვათ პრობლემა და რისკ ფაქტორი იმისა, რომ შესაძლოა დაუშვათ პარაზიტებით მოხდეს ჩვენი დაინფიცირება. მაგრამ ქეთი, მოდი ისე რომ კონცენტრირება გავაკეთოთ ზღვის პროდუქტებზე, სუში, უმი, თევზი. აი თუ საუბრობთ რომ არის რისკი აქედან. აი კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ? რა საფრთხე შეიძლება მოხდეს ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულად ამ ტიპის საკვებიდან? აი, როდესაც ვსაუბრობთ სუში, უმი, თევზი, ასევე დავუშვათ ჩამოვთვალოთ საშიმი, იქვე ტარტარი, რომელიც ძალიან ბევრს ძალიან უყვარს, მათ შორის მეც ძალიან მიყვარს და როდესაც ვსაუბრობთ აი ამ ინფექციაზე, ხო, ნაწლავურ ინფექციაზე, ანუ ანისაკიდოსზე. აი, რა შეიძლება მოხდეს? ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ისეთი განცდა, რომ არის რაღაცა
გასტროენტეროლოგიური დისკომფორტი. ამის მირთმევის შემდგომ. ეს შესაძლოა განვითარდეს რამოდენიმე საათში დაუშვათ და შესაძლოა ვლინდებოდეს როგორც თუნდაც რაღაცა კუჭის ეგრეთ წოდებული შეტევა, ან შეიძლება იყოს შენიღბული და თითქოს ბრმანაწლავი შეტევა იყოს, ან რაღაც ისეთი მოვლითი ხასიათის არასასურველი ტკივილი, მთელი თავისი დისკომფორტით გასტროენტეროლოგიური. შესაძლოა ეს მყისიერად საერთოდ არ მოხდეს და გავიდეს რაღაცა პერიოდი და უცებ შემდგომ იჩინოს ამან თავი და რა თქმა უნდა იქ უპირველეს ყოვლისა პარაზიტზე ვერ იეჭვებ. მაინც გოდია რომ ეს რაღაცა ერთგვარი კუჭის პრობლემა არის, ან ხლული, ან დაუშვათ მომწამლა, მაინც უფრო არის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, ან დაუშვათ ენტეროვირუსი და აი ასე დროს ამასობაში შესაძლოა უკვე ჩვენ გვყავდეს ის უხილავი მტერი, რომელსაც სჭირდება სათანადო ადეკვატური მკურნალობა. კი ბატონო, მე საერთოდ ერთი რაღაცაც გამიგია ეს, რამდენად სწორია ამას ალბათ აგვიხსენ, რომ პრევენციის მიზნით რო სვამენ ხოლმე, იმას რა ქვია, ანტიპარაზიტულ წამლებს რომ, ანუ რომ თითქოს ეს რაღაცა სახადი არის, რომ ესე უნდა გადადალიო და ყველაფერი კარგად იქნება. დიახ, პრევენციის და უფრო ხშირად არის ხოლმე ორგანიზმის დეტოქსიკაციის მიზნით. აი რატომღაც თვლიან რომ შესაძლოა ჩაიტარო ეს მკურნალობა და განთავისუფლდე ამ პარაზიტებისგან. ეს ძირეულად არასწორი დამოკიდებულებაა და რატომ? აქვე ავხსნათ რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს რაიმე ერთი უნივერსალური პრეპარატი ანტიჰელმინთური, ანუ პარაზიტების საწინააღმდეგო, რომელიც ასე ვთქვათ გაგვანთავისუფლებს ყველა იმ პარაზიტისგან, რაც არის. იმიტომ განსხვავებულია ჩამონათვალი პარაზიტებისა საკმაოდ ვრცელია. სხვადასხვა ტიპის არის. ეხლა წარმოდგენილი აგერ ნახეთ, წარმოიდგინეთ, იქნება ჩამონათვალი დიდი ალბათობით იმ პარაზიტებისა, სადაც სპეციფიკური მკურნალობაა გასათვალისწინებელი. აი ეს დეტოქსიკაცია ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა და რა თქმა უნდა თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის. ეს არ არის მარტო დაუშვათ ჩვენი რეკომენდაცია, როცა საუბრობთ ამ თემაზე, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აი ასე დაუდგენელ ეგრეთ წოდებულ დეჰელმინთიზაციას, ანუ პარაზიტებისგან განთავისუფლებას მხოლოდ განსაზღვრულ რისკ ჯგუფებში და ენდემურ, ასე ვთქვათ, ზონებში უწევს რეკომენდაციას ისიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და არა ქაოტურად, იმიტომ რომ მერწმუნეთ არ არსებობს ერთი უნივერსალური აბი, რომელიც გაგვანთავისუფლებს ყველა პარაზიტისგან. მკურნალობა აბსოლუტურად არის სწორედ რომ გამომწვევ მიზეზზე და პარაზიტის ტიპზე და სახეობაზე ორიენტირებული. და რეალურად ჩვენ დღეს რა გვაქვს? კი გვაქვს ესეთი მოცემულობა. ერთი მხრივ ეს ძალიან მადის აღმძვრელი, კარგად ლამაზად შეფუთული, გემრიელი, ძალიან ისეთი სურვილს რომ აღგიძრავს ისეთი კერძი და აქაც ჩვენ ეკრანებზე წაგვანთ. კარგია რომ არ ვიყურები უკან და განყენებულად ვსაუბრობ, იმიტომ მეც ძალიან მიყვარს აი ესეთი კერძი ხო მომზადებული ეს კონკრეტული სუში და ასე შემდეგ და მეორე მხრივ რა ხდება, როდესაც ესე უკონტროლოდ ხდება დაუშვათ ეგრეთ წოდებული დეტოქსიკაცია, რაც რეალურად არაფერ ისეთ შედეგს არ გამოიღებს, რაც გვჭირდება და მოდით ახლა ჩვენ ამ თემაზე საუბარი განვაგრძოთ უკვე ჩვენს სტუმართან ერთად, უფრო დეტალურად მას, ასე ვთქვათ, დაუსვათ ყველა ჩვენთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვა და სტუდიაში მოვიწვიოთ ექიმი პარაზიტოლოგი მანანა მურუსიძე, რომელიც გახლავთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოვიწვიოთ ხეთი შენ შემოგვიერთდა და განვაგრძოთ მასთან საუბარი. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. პირველი ეს ვინდა ვიკითხოთ, ნამდვილად არის თუ არა ეს ყველაფერი და რისკ ფაქტორების გამრავალფეროვნება, ასე ვთქვათ, თანამედროვე ცხოვრების ფონზე. იმიტომ რაც დიდია თითქოს და მრავალფეროვანი არჩევანი, მით მეტია წყარო პარაზიტების მოზიდვის, ასეა ეს? კი ბატონო, ესეა ზოგადად პარაზიტული დაავადებები უძველესი დროიდან არის ცნობილი, ანუ საკმაოდ არასასურველი სტუმრები არიან პარაზიტები და უკანასკნელ წლებში აი ჩვენთან მაგალითად, ხო ეს ჩვენი საქართველოსთვის ვამბობ ეს პრობლემას, იმიტომ რომ სუშის მოხმარება ჩვენთან ამ ბოლო წლებში მოიმატა, თორე ეს მსოფლიოში, ახლა აზიის ქვეყნებში, დაუშვათ იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, ეს ყოველთვის იყო ეს დაავადებები, რომლებიც უმიფიქრებიან, სულ პარაზიტებში არიან, თუ რა გამოდის ამ შემთხვევაში ლოგიკურად, ხო? იცით რა არის, თუ მოხდება სწორად დამუშავება, თუნდაც იმ თერმულად დაუმუშავებელი თევზის, მაშინ დაავადების განვითარების რისკი არის დაბალი. მაგალითად, როდესაც სუში მზადდება, მართალია ის თერმულად დაუმუშავებელი თევზით მზადდება, მაგრამ აქ უნდა დაცული იქნეს წინაპირობა. ანუ თუ 20 გრადუსზე იყინება ეს თევზი, მაშინ უნდა დავაყოვნოთ 7 დღის განმავლობაში,
ხოლო თუ კი 35 გრადუსზე, მაშინ 14 საათი, 22 საათი სავსებით საკმარისია. და კვდება პარაზიტი დაავადების გამომწვევი უკვე აღარ არის. თუ არის იმ თევზში საერთოდ პარაზიტი და აქედან დაცული ვართ, რომ თევზით ჩვენ პარაზიტული დაავადება არ გაგვივითარდება. აი როცა ამ სუშიზე ვსაუბრობთ კონკრეტულად, აი რაიმე კონკრეტული პარაზიტი ან კონკრეტულ ინფექციაზე შესაძლოა ჩვენს დაუშვათ მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია. კი ბატონო, მართალია ახლა ჩვენს საქართველოში შეიძლება არ ხდებოდეს ამისი ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ არის დაავადებები პარაზიტული, რომელიც სუშიდან შეიძლება განვითარდეს. ეს არის ანიზაკიდოზი. ეს არის მრგვალი პარაზიტი, რომელიც ნაწლაურ გართულებებს იწვევს, ესე ვთქვათ, და დაავადება ვითარდება სუშის მირთმევიდან, თუ ის არ იყო სათანადოდ დამუშავებული, რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. რამოდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება იჩინოს თავი. ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმუმ, მაგრამ შესაძლებელია, თუმცა რამოდენიმე საათში უკვე ეს გამოვლინდება ეს კლინიკური სურათი, ანუ მუცლის მწვავე ტკივილი, გულის რევაღები, ნება, ფაღარათი. მინდა აღვნიშნო, რომ პარაზიტი თუ დაუშვათ ადამიანმა ჩაღლაბა ეს ანიზაკიდას პარაზიტი, ხო? ადამიანში განვითარება არ ხდება ამის. უბრალოდ ეს პარაზიტი ნაწლავის კედელზე მიემაგრება, ეგ გრანულომა განვითარდება და ეს იწვევს ზუსტად ძლიერ ტკივილს მუცლის არეში და შემდეგ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ეს გრანულომა თანდათანობით გაიწოვება და აქედან გამომდინარე ეს კლინიკური სიმპტომებიც გადამრჩებით. აი ეს ბატონო მანანა, იცით რისი კითხვა მინდოდა, ანუ გამოდის რომ არ ნიშნავს რომ რაღაც ვირადღირებული რესტორანია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას რომ თერმულად არის სწორად დამუშავებული, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, როგორ უნდა დამუშავდეს თქვა ზღვის პროდუქტები და თევზი, მაგრამ საქართველოში ამის საშიშროება სხვა პროდუქტიდანაც არის, მაგალითად აი ღორის ხორცი, ხო ისიც კარგად უნდა იყოს დამუშავებული. კი ბატონო, ტარტარი ახსენაქეთ, ტარტარი ასევე ხორცის არის და ოდნავ ხორცია ფაქტობრივად. კი ბატონო, ღორიდან ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ღორის სოლიტერი, რომელიც საკმაოდ უარესი ვიდრე თქვა თევზის პარაზიტია. ხო, შეიძლება ითქვას, ოღონდ ნაწლავური ფორმის შემთხვევაში იმდენად საშიში არ არის, მაგრამ შესაძლებელია იქ განვითარდეს ცისტი ცერკოზი, ანუ ორგანოებში მოხდეს და განსაკუთრებით საშიშია თუ ცისტი ცერკოზი თავის ტვინში განვითარდება. ხო, ეს არის. ასევე ტრიქინელოზი, საკმაოდ მძიმე დაავადება, აი დღეისთვის უკვე იმდენად პრობლემური არ არის, თუმცა ბოლო წლებში და აი წელსაც მაგალითად ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ტრიქინელოზის და საკმაოდ რთულად და მძიმედ მიმდინარე. ეს უფრო ისეთი როგორ დაავადება ქსოვილოვანი ფორმა ვითარდება კუნთებში, აქედან კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, თვალბუდე შესიებული, თვალები ჩაწითლებული და სისხლის საერთო ანალიზში არის ძალიან მაღალი ეოზინოფილია. აი, როდესაც ანამნეზში გვაქვს ხორცის ჭამა, ღორის ხორცის, რომელიც თერმულად სათანადოდ არ იყო დამუშავებული. ახლა შეიძლება ჩვენ თვლით, რომ სათანადოდ დავამუშავეთ, მაგრამ წვათს როცა ვწვათ, რაც შეიძლება პატარა ნაჭრებად უნდა იყოს, მაქსიმალურად, რომ შიგნით ტემპერატურა 70-75 გრადუსამდე ავიდეს, რომ თუ არის პარაზიტი ამ ხორცში, ის დაიღუპოს. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვეტერინარულ კონტროლს. თუ კი ხორცი შემოწმებულია და დარწმუნებული ვართ, რომ ჯანმრთელია, ცრიანი მწვადი უყვართ ქართველებს. ისედაც ახლა ბოლოს ტენდენცია ნახევრად შემწვადი. კი ბატონო, მაინც იცით როგორ არის, მაინც ჯობია რომ დავამუშავოთ სათანადოდ. თევზს მიუბრუნდები ახლა თქვენი სტებართვით, ესეც საინტერესო არის, თუმცა ხორცის მოყვარულთა გილდიიდან ვარ მეც. თევზს უარს არ ვაპოვთ. აი უმითევზის მირთმევის შემთხვევაში თუ უცებ განვითარდა ესეთი მოვლენები, აი უცებ რაღაცნაირად ტკივილია, გულისრევა, რაღაც აი აქ შეიძლება რომ უკვე პირდაპირ ეჭვი მივიტანოთ იმაზე რომ ნაწლაურ ინფექციას გამოვაქვთ. სუში მივირთვით, კი ბატონო, აქ უფრო უნდა ვიფიქროთ ანიზაკიდოზზე. იმიტომ რომ აი მაგ შემთხვევაში ვითარდება ეს სწრაფად ესეთი კლინიკური მოვლენები. იმიტომ რომ გარდა ანიზაკიდოზისა თევზიდან შეიძლება დიფილობოთრიომი განვითარდეს, დაუშვათ დიფილობოთრიოზი, რომელიც არის საკმაოდ გრძელი პარაზიტია. აი სოლიტერი ალბათ უფრო ნაცნობია სოლიტერს. აი იგივე თასმისებური
ნორმალური ჭია არის ესეც და შეიძლება 10-15 მეტრი გაიზარდოს ორგანიზმში. ხო და აქედან ხო და კალტომანაი თქვენ რა ძანეთ ახლა რაც იკითხა ვასიკომ. ასე დროს პარაზიტოლოგთან ნაკლებად მიდის. ხო, როგორც ესე ამაზე საერთოდ არ ფიქრობს ადამიანი. მიმართავს ვის? ალბათ უფრო მეტად გასტროენტეროლოგს. სხვათა შორის ანსაკიდოზის შემთხვევაში თუ ესეთი მწვავე ეპიგასტრონომის არეშია მწვავე ტკივილი და შესაძლებელია გასტროსკოპიის გაკეთებით ის ლარვების კი იქნას ნანახი. და დიაგნოსტიკა ამ დაავადების რთულია ძირითადად ვეყრდნობით ანამნეზს, რომ მიირთვა ეს დაუშვა თერმულად დაამუშავებელი. სხვა შორის გარდა თერმულად დაამუშავებელი ხორცისა შესაძლებელია ადამიანი დაავადდეს ნაკლებად დამარილებული თევზით. ნაკლებად აი ცივი. განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, იმიტომ რომ ნაკლებ მარილიანი ყველი. ხო, ყველით ხო ის სხვა დაავადება. ძალიან ბევრი მიერთება თან ერთად თევზს, მარილიან თევზსაც და დიაგნოსტირებაც ხორთულია, მაგრამ ის რომ თქვენამდე მოვიდეს და მიხვდეს რომ თქვენთან არის საქმე და პრობლემა, ეგეც რთულია და როგორ უნდა გამოვიცნოთ? ეს სისხლის ანალიზში ჩანს, თუ საერთო ანალიზში გამოვლინდება ძირითადად ეოზინოფილია. აი ამ შემთხვევაში ისეთი გაშლილია სიმპტომების სპექტრი ხა ქეთიმ შესავალშიც თქვა ვერ მიხვდები რომ პარაზიტის გასტროენტეროლოგთან უფრო მევა ნამდვილად ბონქეთი გეთანხმებით ხო და ნუ თუ კი კიდევ აღნიშნებ რომ თუ კი გაკეთდება გასტროსკოპი და ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო მეთოდი ეგ არის ზუსტად რომ ლარვა იქნება ნანახი. ანუ სისხლის საერთო ანალიზში ეოზინოფილია ეს მკაფიოდ მიუთითებს იმაზე რომ დაუშვათ არის აუცილებლად პარაზიტული დაავადება არის გამოსარიცხი. ერთი მინდა კიდევ თქვა რომ აი ანსაკიდოზის შემთხვევაში შესაძლებელია ხა ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ უთქვამს ვიღაცას დაურეკავს, უკითხავს რომ აი პარაზიტი ნახე, აი მრგვალი პარაზიტია ეს რამოდენიმე სანტიმეტრი სიგრძის და ის თევზი არ არის სასურველი რომ გამოვიყენოთ საკვებად, იმიტომ რომ შეიძლება უშუალოდ ის პარაზიტი და ლარვა არ მივირთვათ. მაგრამ შესაძლებელია იქ ტოქსინი იყოს, აი ალერგენი იმ კუნთში და იმანაც გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არაერთჯერ ხა თევზსა და ღვიძლს შორის შეიძლება კავშირი პირდაპირ არ არის, არაერთჯერ საქონლის ღვიძლის დამუშავების დროს დაუშვათ აი სიღრმის გადაჭრის ადგილას რაღაცა ცოტა ისეთი არასასურველი ხან პარაზიტს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც არის ხოლმე დაუშვათ ღვიძლში, კი ბატონო, ღვიძლში შეიძლება იყოს ფასციოლა, იგივე თევზიდან შეიძლება გადაარდეს ოპისტორხი და კლონორხოზი და ასევე ფასციოლა. ფასციოლოზი ჩვენთან აი ოპისტორხი და კლონორხოზი უფრო აი რუსეთი, ევროპის, აზიის ქვეყნები აი იქ არის გავრცელებული და თუმცა ჩვენთანაც არის შემთხვევები, ოღონდ ძირითადად მირთმეული აქვს თევზი იქ რუსეთში. ხო და ჩვენთან გვხდება ფასციოლოზი, რომელიც საკმაოდ რთული დაავადება, ამ შემთხვევაში პარაზიტი ცხოვრობს ღვიძლში, სანაღვლეგზებში, შესაძლებელია აი სანაღვლეგზებში გაიჭედოს კიდევაც და შეიძლება ოპერაციული ჩარევაც დაჭირდეს, სანამ ჩვენთან მოვა. თუმცა ამ შემთხვევაში ეოზინოფილია ნამდვილად ყოველთვის დამახასიათებელია თითქმის, თუმცა გამონაკლისი ყოველთვის არსებობს და თუ ეოზინოფილია არის ტკივილი ფერდქვეშა არეში, აუცილებლად ამ დაავადებაზე უნდა არის არის რომ ღვიძლს ნიშნავენ ყოველთვის ანემიის დროს და ამ დროს როგორც ვიცი თუ სწორია ანემია და ნებისმიერი სხვა ნაკლებობა ორგანიზმში რისკ ჯგუფისკენ მიდის ეს სწორი მოსაზრებაა ეს კი ბატონო აი ანემიას მაგალითად იწვევს დიფილობოთრიოზი იგივე თევზიდან რომ გადადის დაავადება გრძელი პარაზიტია თქო უკვე აღნიშნე ესა აი მაქედან B12-ის ვიტამინის დეფიციტი და აქედან გამომდინარე ანემია შეიძლება განვითარდეს ნუ ადრე საქართველოში საკმაოდ ხშირად ხდებოდა ანკილოსტომიდოზი რომელიც საკმაოდ ღრმა ანემიებს იწვევდა მაგრამ დღესდღეობით ანემიას და არა ანემიურისთვის არის აშიში პირიქით იწვევს შეიძლება გამოიწვიოს თუ ღვიძლი შემოწმებულია კარგად შეიძლება რა თქმა უნდა ეხლა ყველა ცხოველის ღვიძლი ნამდვილად არ არის დაავადებული და შეიძლება სუფთა იყოს ღვიძლი და შეიძლება მივირთვათ როგორ არა მაგრამ მთავარია ვეტერინალური შემოწმება როგორც ტრიქინელოზის შემთხვევაში. არ შეიძლება საქონლის ხორციდან აქედან აი შეიძლება ადამიანი დაავადდეს ტენიარინ ხოზით. ესეც არის სოლიტერი, ნუ ხარის სოლიტერი ჰქვია ესე. და დამახასიათებელი იმას პაციენტი უფრო ადვილად ხვდება, იმიტომ რომ
თავისუფალი ცვენა ახასიათებს, ესე ვთქვათ, აი კუჭის მოქმედების გარეშე გამოდის პროგლოტიტები, აი ტყელი პარაზიტები და აქედან გამომდინარე ადამიანი უფრო ადვილად ხდება. თუმცა ღორისროლტერ შემთხვევაში თავისუფალი ცვენა არ ახასიათებს და სადიაგნოზოდ უფრო რთულია, თუმცა სეროლოგიური კვლევაც გვაქვს და მაგითაც შეიძლება რომ დავსვათ დიაგნოზი. აი, ბევრი რომ დაუშვათ თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ დეტოქსიკაციის მიზნით შეიძინოს განსაზღვრული ანტიპარაზიტული პრეპარატები და თუნდაც წელიწადში ერთჯერ გაწმინდოს საკუთარი ორგანიზმი. აი, რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? არა, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, თუ კი დიაგნოზი არ იქნა დაზუსტებული, ჯერ ერთი, ყველა პარაზიტს თავისი მკურნალობა აქვს. ბუნებრივია, ეს ერთი. დეტოქსი პარაზიტების შემთხვევაში ზოგადადაც მე არ ვარ მომხრე, მე კლასიკური მედიცინის მომხრე ვარ და არ არის გამართლებული. ეხლა რატომ? იქ დოზირებაც დასაცავია, თუნდაც იმ სამკურნალო მცენარეების აქ თან გააჩნია რა პარაზიტია. იცით რა, მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ერთი და იგივე წამლით უმკურნალოთ დაუშვათ აი ორ პარაზიტს, მაგრამ მიღების წესი და ის წესების დაცვა, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, სხვადასხვა არის. და აქედან გამომდინარე, შეიძლება წამალი სწორად მივიღოთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღოთ, იმიტომ რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. უბრალოდ ერთი რაღაცა ნამდვილად გავარკვიეთ, რომ თუ თერმული წესები ამ დამუშავების დაცული არის, თუ შემოწმებულია ლაბორატორია, ანუ ეს არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი არ დაგვემართება, ჯვარი გვეწეროს, უყოდა და ჯამთელად. აქ ჯეჯერობს მოვედით, იმედი მაქვს, რომ ასე გავაკეთებთ. შიშებში არ უნდა გადავალ. ფარშის გასინჯვა არ შეიძლება კიდევ კატეგორიულად. აი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება არის, იმიტომ რომ დიასახლისები საქონლის არც ერთის. რო აი როგორი არის ეგ რო სანამ მოამზადებ, ხო? ხშირად ყოლია პაციენტი, რომელსაც უყვარს ფარშის გასინჯვა. ან მზადების დროს უმოწმებს მარილი. არის როგორ დაუშვათ, შეიძლება მაშინ აუცილებლად ის არ უნდა ჩავყლაპოთ და უკან გადმოვა. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა მუსერიძე, ექიმი, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჩვენი არაჩვეულებრივი ქეთი ასათიანი. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო რჩევები მივეცით ასე ჭამასმის მოყვარულ ქართულ საზოგადოებას.